ალბანეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა. რიგით მე-6 სამიტს 47 სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტირანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მიწვევით ჩავიდა. მან უკვე გააკეთა კომენტარი მედიასთან, სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების პლატფორმა საქართველოს გზავნილებზე საუბრისთვის ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს. ირაკლი კობახიძე მზად არის ნებისმიერ ევროპელ ლიდერს პირადად ესაუბროს ყველა ფერზე, რაც დაკავშირებული არის ჩვენს ქვეყანასთან, მაგალითად საქართველოს განვითარებასთან, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ დღეს არსებულ ვითარებასთან და რა თქმა უნდა საქართველოს ევროპულ მომავალთან. Შლოვანი სამიტია, ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, იქნება საშუალება, რომ კვალიმაგდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ, ასევე გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ, ბუნებრივია საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის თავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ირეულ ეროვნულ ინტერესებს. მე მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის, ნახოთ ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას, ყველა თემაზე გვექნება საუბარი. სამიტის დაწყების წინ ქართული მედია ვესაუბრეთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომელმაც გამოთქვა სურვილი იმის და იმედი, რომ ექნება შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის, სწორედ ამ პლატფორმაზე მას მიაჩნია, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ შედგეს კომუნიკაცია აქტუალურ საკითხებზე და ზოგადად ისაუბრობს საქართველოსთან დიალოგის მნიშვნელობაზე. ჩვენ გვინდოდა ასევე პოზიციის მოსმენა უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან, თუმცა ის მოკლე კომენტარი შემოიფარგლა, თქვა, რომ საქართველო არის საუკეთესო. ჰქონდა ასევე შესაძლებლობა გავსაუბრებოდით სომხეთის პრემიერ-მინისტრსაც, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში და ხაზი გაუსვა, რომ მადლიერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევის ამ კონტექსტში. საუკეთესოები ხართ, თქვენ ხართ საუკეთესოები. როგორც იცით, ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ასევე შემიძლია აღვნიშნოთ, თუ რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასახალისებლად და მხარდასაჭერად. და რაც შეეხება საქართველოს, დეკემბერში მე ვიყავი საქართველოში, არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოში ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ჩვენში. ეს ნიშნავს, რომ ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გქონდეს დიალოგი და ვეცადოთ ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა ასევე ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც ახლა შეიძლება გქონდეს შესაძლებლობა პირისპირ განვიხილოთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრა სამთავრობო ფორმატის ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო ფორმატია და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო მასშტაბურ და კონკრეტულ ფორმატში გადაიზრდება. მე ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას ამ ფორმატის წარმატების მისაღწევად. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მე-6 სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონალურად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მოწვევით მონაწილეობს. ჩვენ ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც დაკავშირებული გახლავთ ევროპის უსაფრთხოებასთან. ის სიტყვით გამოვა ამ დისკუსიის ფორმატში და ამ დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ასევე სწორედ ანტონიო კოშტა გახლავთ.